Erოვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ერთ-ერთი ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას ყდაში ხელნაწერთა ფრაგმენტებს მიაგვლიეს. ორი სხვადასხვა ხელნაწერის ფრაგმენტი მე-15-მე-16 საუკუნეებით თარიღდება და ნუსხური დამწერლობითაა შექმნილი. უნიკალურ დოკუმენტებს, რომლებიც მანამდე არ იკითხებოდა, ახლა სარესტავრაციო ლაბორატორიაში იკვლევენ. რესტავრაციის პროცესს ლიზა ციციშვილი დაესწრო. ვარბილებ თვითონ ფურცელს, რათა ჩემთვის ადვილი იყოს შრეშის ტექსტიდან განთავისუფლება. 1811 წლით დათარიღებული ძველი ნაბეჭდი წიგნის ტყავის ყდაში ორი სხვადასხვა ხელნაწერის ფრაგმენტს მიაგვლიეს. ხელნაწერის რესტავრაციის დროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში აღმოჩენილი 7 ფურცელი მე-15-მე-16 საუკუნეებით თარიღდება. შრეშისგან გავანთავისუფლე ეს ტექსტები. აღვადგინეს ტექსტი და გაუკეთე ისე აღვადგინეთ, რომ კითხვადი ყოფილიყო. გაწმენდის პროცესში, რესტავრაციის პროცესში აღვადგინეთ სრულად სტრუქტურა ფურცლების და ტექსტი გახდა საკითხვადი. ნუსხური საზედაო ასოებით შესრულებული ორი უნიკალური ხელნაწერი სხვადასხვა შინაარსისაა და შემკულია სინგურით. ხელნაწერის ერთი ფრაგმენტი ლიტურგიკული კრებულის ნაწილს წარმოადგენს, მეორე კი წმინდა მამათა თხრობაა, რომელიც კარგად იგითხება. ორი ფრაგმენტი არის ნაწერი ნუსხურად, ერთ-ერთი მათგანი შესრულებულია საუცხოო სინგურით. ეტყობოდა, რომ ის იყო, ასე ვთქვათ, ღვთისმსახურებისას კარგი გაგებით გაცვეთილი, ანუ მას აღნიშნებოდა სანქტლიპის კვალი, აღნიშნებოდა გამოყენების კვალი და ასე შემდეგ. სარესტავრაციო სამუშაოები ძველ ხელნაწერთა ფრაგმენტებზე ეროვნულ არქივში ახლაც გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ ფრაგმენტები შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერის ისტორიის შესასწავლად მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნება.